ამ წიგნის გამოცემის იდეა გაჩნდა დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა გამოთქვა სურვილი შექმნილიყო წიგნი გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისზე. ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე კრებული ან რომელიმე წიგნის თარგმანი და მე მქონდა შემხედრი იდეა ამასთან დაკავშირებით კარგ ახსნის სურვილი ჩემი თარგმნილიყო ერთი ძალიან ცნობილი ბესტსელერი ამერიკული ავტორის არის ასეთი იან ბრედლი რომელიც წიგნს ქვია ღმერთი მწვანეა God is green და აი ამ წიგნის თარგმანი მინდოდა დიდი ხანი ვატარებდი ამ სურვილს თუმცა შემდეგ აი ამ საუბარში გაჩნდა ერთობლივი აზრი რომ შექმნილიყო კრებული ეკოლოგიურ თეოლოგიურ თემატიკაზე ანუ ეს წიგნი წარმოადგენს საბოლოოდ ეკო-თეოლოგიურ წერილების სტატიების კრებულს, რომელიც ძალიან ფართო სპექტრისაა. მოკლედ წიგნი ეხება სხვადასხვა რელიგიების დამოკიდებულებას დღევანდელი გლობალური ეკოლოგიური და კლიმატური კრიზისთან დაკავშირებით. ბუნებრივია აქ არის ყველაზე მეტი ადგილი დათმობილი ქრისტიანულ ლიტერატურაზე, მათ შორის რა თქმა უნდა მართლმადიდებლურ ავტორებს აქვს დათმობილი ადგილი და ასევე სხვა მსოფლიო რელიგიებს ისეთებს როგორიც არის ბუდიზმი, ინდუიზმი, კონფუციანობა, იუდაიზმი და რა თქმა უნდა მუსლიმური ესე იგი დამოკიდებულება ეკოლოგიური კრიზისისადმი. სულ არის მოიცავს ეს წიგნი დაახლოებით კი არა 430 გვერდია, 30 სტატია და მთარგმნელთა რაოდენობა არის 7, მათ შორის მეც გახლავართ. მთავარი სათქმელი აქ არის ის რომ ჩვენ არა სწორად არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა წლების და საუკუნეების განმავლობაში ბუნების და ჩვენი გარემოს მიმართ, რამაც შექმნა სწორედ ეს კრიზისი და ამის იდეოლოგიური საფუძვლები არის გაანალიზებული და რომ ასეთი დამოკიდებულება ამ კრიზისს ვერ უშველის, რომ სინამდვილეში ეს ყველა რელიგია ქადაგებს ზომიერ და ფრთხილ დამოკიდებულებას გარემოსადმი, რასაც ჩვენ არ ვახორციელებთ პრაქტიკაში. ამიტომ საჭირო არის აი ამ დამოკიდებულებების შეცვლა და არ არის საკმარისი მხოლოდ ტექნოლოგიების გაუმჯობესება და ისევ ტექნოლოგიური მიზეზები აქვს საერთოდ ამ კრიზისს, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ისევ აი ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ამ პრობლემების გადაჭრა არის შეუძლებელი, რომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ბუნებისადმი და გარემოსადმი რადიკალურად, რომ შეუძლოთ აი ამ კრიზისის დაძლევა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რამაც წარმოშვა ეს კრიზისი, ყოველ შემთხვევაში დასავლური ავტორების
გააზრებით და განსაკუთრებით ძალიან საინტერესო სტატია არის აქ თარგმნილი ამ დასაწყისში ამ წიგნისა. ეს არის ავტორი ლინ უაით უმცროსი, რომელიც არის უაღრესად პოპულარული გახდა. ეს სტატია დაიბეჭდა 1967 წელს ჟურნალ Science-ში ამერიკაში და რომელმაც წამოაყენა თეზისი, რომ აი ამ ჩვენი კრიზისის საფუძველი არის სწორედ ქრისტიანულ რელიგიაში, მის დამოკიდებულებაში ბუნების მიმართ, რაც გულისხმობს ეთნოცენტრულ და ანთროპოცენტრულ დამოკიდებულებას სამყაროსა და გარემოს მიმართ, რამაც წარმოშვა შემდეგ აი ეს კრიზისი სწორედ ტექნოლოგიებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად, რომელმაც შემდეგ გამოიწვია მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია ეს დემოკრატიების განვითარებასთან ერთად და აი ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ აი იმ ქრისტიანული აქსიომების გადაფასების შედეგად, რომლებმაც წარმოშვეს ეს კრიზისი. კერძოდ ის, რომ ადამიანი უნდა ბატონობდეს აი ამ ჩვენი ებრაული და ქრისტიანული რელიგიების თანახმად ბუნებაზე, რომ ბუნება მხოლოდ ადამიანისთვის არის მოსახმარებლად არის შექმნილი და ასე შემდეგ. და აქ არის ამ წიგნში სხვა სტატიები, რომლებიც ამ იდეას აკრიტიკებს, რომ ასეთი რამე სინამდვილეში არ არის ამ რელიგიებში, ნათქვამი, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა გაგვეგო წმინდა წერილი, თქვათ, და ასევე სხვა მსოფლიო რელიგიებიც ამას სწორედაც რომ არ ქადაგებს. ამ წიგნში ჩვენ მოვიძიეთ ამ თემატიკაზე შექმნილი სტატიებიც, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ არის. აქ არის ისეთი ავტორები, როგორიც არის გაბრიელ ეპისკოპოსი, 19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ეპისკოპოსი ქიქოძე. ამ წიგნში არის ასევე თანამედროვე ავტორები, როგორიც არის ზურაბ კაკაბაძე, როგორიც არის ქალბატონი ნაირა გელაშვილი, ასევე ქალბატონი თამარ გრძელიძე და თქვენი მონამორჩილი. ამ წიგნის მთავარი დონორი, ასე ვთქვათ, სპონსორი არის ფონდი ჰორიზონტი, რომელიც საერთაშორისო ფონდია და რომელიც ზოგადად უწევს კავკასიურ სახლს დახმარებას წლების განმავლობაში და ფონდის ხელმძღვანელობა პირადად ბატონი შტეფან ჰენლე არის იყო თანახმადა ასე ვთქვათ დაინტერესებული ამ წიგნის გამოცემით და ასევე ქართველი ბიზნესმენი ბატონი მიხეილ ალხანიშვილი, რომელიც არის ესეთი კომპანიის აგრარული ტექნიკის ასე იგი შემომტანი კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი მენეჯერი, რომლებმაც დააფინანსეს ეს კრებული.